მოგესალმებით. ნახოთ, რას ფიქრობს თქვენი პარტნიორი თქვენს ურთიერთობაზე. ნახოთ, თქვენი პარტნიორი ვინ არის? ადამიანი, რომელიც ძალიან ხშირად იტყუება. ადამიანი, რომელიც ძალიან ხშირად ბობოქრობს, შეიძლება ითქვას. აქვს ისეთი მომენტები, როდესაც ცოტა ეჭვიანიც არის, ხო, რაღაცა ადამიანი, რომელიც სულ მომავალზე ლაპარაკობს, მაგრამ ქმედებები არ აქვს, ხო? ანუ წყვილი ეგეთ შეიძლება იყოს, ხო? ადამიანი, რომელიც სულ რაღაცას გპირდებათ, მაგრამ არაფერს არ ასრულებს, ხო? რაღაცა აი ესეთი ინფორმაცია მოდის. ვინ ხართ თქვენ? თქვენ ახლა ხართ შიშებში, გინდათ რაღაცა ცოტა გამოსვლა სიტუაციიდან, რაღაცა მომენტში ესე ვიტყოდი, რომ თქვენი შიშები თითქოს რაღაცა თქვენს გაქვთ, ნახეთ როგორი მომენტი, შინაგანი იმპულსები იმის, რომ მესამე ადამიანი ხო არ არის თქვენს ურთიერთობაში, იმიტომ რომ მისი ქმედებები როგორც ჩანს, იმდენად რაღაც არ ემთხვევა სიტყვა და ქმედება ერთმანეთს, რომ რაღაცა მომენტში გაქვთ იმისი ფიქრი და იმის შიში, მესამე პირი ხო არ არის თქვენს შორის და ამის რაღაცა გამორკვევაში შეიძლება იყოთ. კარგით, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენს ურთიერთობაზე? რას ფიქრობს? თქვენს ურთიერთობასთან მიმართებაში ეს ადამიანი ფიქრობს, რომ რაღაცა შიშის მომენტი აქვს ამ ადამიანზეც. რაღაცნაირად ხვდება, რომ არ უნდა, იცით რა არის, ნახეთ, ესე ვიტყოდი, რომ შეიძლება ეს ადამიანი ხო, აი, დაკიდებულია მდგომარეობა, არაფერი არ იცვლება, არაფერი ისეთი წინ არ მიდის. თითქოს ამ ადამიანს რაღაცა ეშინია, რომ არ გამჟღავნდეს მისი რაღაცა შინაგანი მდგომარეობა, ხო? კარგით, აბა რას ფიქრობს თქვენს ურთიერთობაზე? არ იცის რას ფიქრობს, ანუ იმას ზუსტად ხვდება, რომ სადღაც შიშები და იმას ზუსტად ხვდება, რომ შიშები აქვს, სიმძიმე აქვს, რაღაცნაირად ახალი არაფერი არ გამოდის და ახალ მდგომარეობას თითქოს ვერ ხედავს. ნუ ერთადერთი რაც არის, ის არის, რომ ხვდება, რომ უნდა შეგინარჩუნოთ რაღაც მომენტში, ყოველ შემთხვევაში ცდილობს ამ ყველაფერს, მაგრამ აქ მოდით ესე გეტყვით, რომ შესაძლებელია, რომ თვითონ ამ ადამიანს ჰქონდეს იმის შიშები, რომ მესამე ადამიანები, ეს მაინდამაინც ვინმე პარტნიორზე არ არის, შესაძლებელია, რომ მის ოჯახს არ აქვს სურვილი თქვენი და მისი ურთიერთობის და ხედავს, რომ ჩიხშია შესული ეს ადამიანი, მაგრამ თქვენი დაკარგვის მომენტი და შიში აქვს და თვლის, რომ შეიძლება რომ დაამთავროს და თქვენთან რაღაცა ახალი ეტაპი დაიწყოს, მთავარია ეს გადაწყვეტილება მიიღოს, იმიტომ რომ თქვენ უძვირფასესი ხართ მისთვის.